მე ვარ ქალწული და კი საფხულის ბოლოს მაქვს დაბადების დღე. მე ვარ ქალწული და კი 25 აგვისტოს ვარ დაბადებული. მე ვარ ქალწული და კი ძალიან მიყვარს როცა ყველაფერი დალაგებულია და თავ-თავის ადგილებზე დევს. მე ვარ ქალწული და კი მართლა მგონია რომ ყველა ქალწული ერთნაირია. ყველას უყვარს ესეთი იდეალური სისუფთავე. მე ვარ ქალწული და კი რადგან ზაფხულის ბოლოს მაქვს დაბადების დღე, ბავშვობაში ყველა დაბადების დღე მქონდა სად ვერასოდეს ვერ მიხვდებით მატარებელში გატარებული. ყველა 25 აგვისტო მქონდა ხოლმე გატარებული მატარებელში, იმიტომ რომ ზაფხულობით ჩამოვდიოდით საქართველოში და სექტემბრისკენ მივდიოდით ისევ უკან რუსეთში და ყოველთვის ისე გქონდა ბილეთები აღებული, რომ ეს 25 აგვისტო ყოველთვის იყო მატარებელში და ვინც კი ჩვენთან ერთად ვაგონში იყო, ყველა მილოცავდა დაბადების დღეს, იმიტომ რომ ყოველთვის ხსნიდით შამპანიურს და დედაჩემი ესე მილოცავდა ასეთი ძალიან ხალისით და რა ვიცი, ხან ნამცხვარიც იყო ხოლმე, მაგრამ ეს უფრო იშვიათად. მე ვარ ქალწული და კი ჩემი კლასელები ჩემთან ერთად არასოდეს არ ხვდებოდნენ დაბადების დღეს. ცოტა სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ. მე ვარ ქალწული და კი არასოდეს არ გავყვებოდი ქალწულს. ანუ მამაკაცი ქალწული რო ყოფილიყო, აი არ არსებობს უბრალოდ. მე ვარ ქალწული და კი საერთოდ არ მჯერა ჰოროსკოპების